გიო, რას აკეთებ? რავი, PCP-დან სროლა მინდოდა ტენი რა ბალონით რა. ბალონით ტენი მაგას? Yes, აი 300 ატმოსფერო გვაქვს. 300 ატმოსფერო გვაქვს? შეგიძლია აგვიხსნა რა ხდება ამ ბალონის შესახებ. ესე რომ დაუკვირდე მართალი ხარ რა. ჩვენთვის კი მისაღებია ყველაფერი და ავტომატურად ხსნილია, მაგრამ ბევრმა არ იცის რაღაც დეტალები. კაი, მოდი კაი მაგიდა გვაქვს, დავждეთ, ავხსნი პატარ-პატარ რაღაცებს. გავიაროთ ერთად. აი ამიდიო, ვერ ვიტყვი თვალ კაი ამიდია. არა რაზიზა რა. და მშვენიერი ამიდია სასროლად. სასროლად? მოკლედ, დღესაც ჩვენ შევიკრიბეთ, ესე იგი, ერთ ლამაზ და მშვენიერ ადგილზე, ხო? გვაქვს ერთი საიდუმლო რაღაცა ჩასაწერი. კერძოდ კი, როგორც გამოსtildeულ PCP-ს მოყვარულს, რა თქმა უნდა, გამაჩნია ბალონი. ამ ბალონზე კიდე არის, რა თქმა უნდა, რაღაც წესები, რომელსაც სამწუხაროდ ბევრი არ იცავს ხოლმე და დღეს სწორედ მაგაზე გვინდა ყურადღების გამახვილება. ნელ-ნელა ჩანართის სახით გავაკეთებთ ხოლმე იქ ვიდეოში იმ ინფორმაციას, რასაც აქ ამოვიკითხავ. ჯამში, ეს არის ჩემი კომპოზიტური ბალონი, რომელიც ვიყიდე კაი 16 წლის წინ თითქმის. არა, ვიტყვი სადღაც 15 წლის წინ ვიყიდე. და ნუ ბედნიერად მემსახურა, ეს არის 9 ლიტრიანი, ვიყიდე ბრიტანეთში. თავის ჩამოტანა ყველაფრით, აღარ მახსოვს რამდენი დაжда, მაშინდელი რაღაც კურსებით რაღაც, სადღაც 1200 ლარამდე დაжда ბედნიერად. ჯამში გამოვიყენეთ 15 წლის განმავლობაში და აწიმეთვლი რომ ამ ბალონს უკვე სიკვდილის დრო მოვიდა. და რატომ? იცი შენ მაინც რატომ? მე მგონი წელი აწერია ზედ გამოშვების. ი ბატონო, ზუსტად ეგ არის. ეხლა აქ ჩანართის სახით რა თქმა უნდა გაგიკეთებთ. ამ ბალონზე არის ხო დატანილი ინფორმაცია, რომ ცარიელი წონა არის 5.2 კილოგრამი, რეზბარა აქვს თავის, მოცულობა რო 9 ლიტრი არის. 300 ატმოსფეროზეა გათვლილი 15 გრადუს ტემპერატურა ცელსიუსზე. და აქვე მიწერილია კიდე რომ არის PT 450 ბარიც. ანუ გვაქვს ორი წნევა. Pressure max 300 ატმოსფერო და გვაქვს pressure test 450 ბარი. გარდა ამისა, გვაქვს გამოშვების თარიღი 2009 წლის 6 თვე და FIN აწერია, რომელიც ნიშნავს დასრულებას, როდის გავუვიდა ბალონს. 2024 წლის 5 თვე მაისი. შესაძლოა გავუვიდა ვადა. იო, 2009 წლიდან 2024 წლამდე 15 წელია. და რატომ აქ ეხა ამ ბალონს 15 წელი ვადა. აი ყველაზე საინტერესო ეგ არის. ხო, ვითომ შეხედავ ბალონი არის, მაგრამ ეთქობა რაღაც ვალიდაციის პერიოდი. თანასწორე ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ ვადა გასულს ან თითქმის რომ ვადა გასდის ხოლმე ეგეთი ბალონები ჩვენთან მაგალითად ელიავაზე იყიდება ხოლმე ბედნიერად და ხალხი ბედნიერად მირეკავს რომ აი გიო იცი რა იქ იყიდება ბალონი და მოდი რა ვიყიდი გამოვიყენებ ბედნიერად. ეხლა ნახე რა ხდება სინამდვილეში. ეს არის კომპოზიტური ბალონი, ეს არის ლითონის ან მასიური რკინის ან ალუმინის ბალონი. კომპოზიტური ბალონი ეს არის, როდესაც არის შიგნიდან თხელი კოლბა გაკეთებული, როგორც წესი ალუმინის, ეძახიან ლაინერს. თხელკედლიანი არის და შესაბამისად ეს თხელი კედელი რადგანაც ვერ დაიჭერს მაღალ წნევას, ამიტომაც ზემოდან ხდება კარბონის ძაფის დაბმა. თავისებური სტრუქტურა აქვს ამას დაწნის. კარბონის ძაფი რო გაჩერდეს, ამისაც გამოიყენეს სპეციალური წებო, რომელსაც ნუ ხეშად ვეძახით ხოლმე ფის. მე მგონი ეს არის ასე ძახიან. ებოქსიტის წებო არის. შეიძლება ებოქსიტის წებო იყოს, ეგეც კომპოზიტური წებო არის, ფაქტობრივად შედგენილი წებო არის და ზემოდან მე როგორც წესი კეთდება ხოლმე მინა ბოჭკოვანი ან ეგრეთ წოდებული სტეკლოვატას რო ეძახიან ხოლმე მაგდაგვარი გადაწნა იმისაც რომ უბრალოდ ვიზუალურად დაცული იყოს შიდა ფენა და გარედან ნორმალური ჩანდეს და შემდეგ ლაკირებულია ხოლმე ეს ყველაფერი ბედნიერად. ზუსტად ეს კარბონის ძაფები უზრუნველყოფს ხოლმე ამ თხელი ალუმინის ბალონის გამძლეობას, ანუ ისიც ჭერს ზუსტად წნევას, მაგრამ ზუსტად აი ეს შერაც ახსენე კომპოზიტური წებო ებოქსიტის წებო, რომელიც გამოიყენება ხოლმე ამ ბალონებში, განკუთვნილი არის მაქსიმუმ 15 წლისთვის. 15 წლის შემდეგ ეს ებოქსიტის წებო იწყებს ხოლმე როგორც წესი დაშლას. ეს არის სამწუხაროდ გარანტირებად 15 წელიწადში პირდაპირ აი ხოპა და ეგრევე. მაგრამ ანუ წარმოებელი იძლევა ხო, წარმოებელი არის სტანდარტი ასე და დღემდე როგორც წესი ერთ და იგივე წებო გამოიყენება ხოლმე, რამე განსაკუთრებული ცვლილება არ არის და ამას პრაქტიკულად ასახავს თვითონ ის წარწერაც, რომ აი 2009 წლიდან 2024 წლამდე მუშაობს 15 წელიწად. ამის მე კარგად იყავი. იცი რა მაინტერესებს, აი რატო გააკეთეს დაუშვათ
კომპოზიტური ბალონები რა საჭიროება გახდა მაგისი შექმნის ესე რომ აი კითხვა. ეხლა ნახე ესეთ ვარიანტში. ამას მაგალითად აწერია რომ ცარიელ მდგომარეობაში შესაძლოა 5.2 კილოგრამს. ეს არის 9 ლიტრიანი მოცულობის. მე მაგალითად მაქვს ესეთი ბალონი, რომელიც არის სულ რაღაც 6 ლიტრიანი. ანუ 1.5-ჯერ უფრო პატარა მოცულობის. მაგრამ არის ჩამოსხმული სუფთა რკინისგან გაკეთებული. აი ის ბედნიერი ბალონი ცარიელ მდგომარეობაში იწონის 12 კილოგრამს. 1.5-ჯერ ნაკლები 12 კილო არის და 9 ლიტრიანი რო იყოს, ალბათ კაი 15 კილოგრამიც იქნებოდა ის ბალონი. ან ტონის შემცირების გამო არის. ტონის შემცირების გამო, რა თქმა უნდა, ეკონომიის გამო. სხვათა შორის აქვე ბარემ რადგანაც ვახსენეთ რკინის ბალონი, აქვე დავწერო. რკინის ბალონზე სხვა პირობები არის მუშაობის. აქ ნახეთ ესეთი რაღაცა, გამოშვების თარიღიდან იწყება აქ ათვლა. რო შესაბამისად, გამოუშვთ 24 წელში უკაცრავად გამოუშვთ 2009 წელში ეს ბალონი და აი 2009 წლიდან იწყება 15 წლის ათვლა. ასე ვთქვათ 2024-ში გაზრდის. მნიშვნელობა აქვს დაუშვათ გამოყენებული იქნება თუ არა ამ პერიოდში. მაგას არავინ არ უყურებს. სულ რომ გამოუყენებლად იდგას ბალონი თაროზე, ამ შემთხვევაში იმის სხვა და გაზრდის. ხო, იშლება სტრუქტურულად რა. ვერაფერს ვერ გააკეთებს. ზუსტად აი ეს ოპოზიტური არის ბალონი. რასაც შენ კითხულობდი, ზუსტად იმას გიპასუხებ. რკინის ბალონის შემთხვევაში მაგალითად, თუ ბალონი გამოუშვეს იგივე 2009 წელში და დევს 2024 წლამდე თაროზე და არავინ არ იყენებს, მისი ათვლის პერიოდი არ იწყება. მისი მუშაობის ათვლის პერიოდი დაიწყება იმ დღიდან, როდესაც პირველად დაიტანება. აქედან გამომდინარე, მაშინ თუნდაც მეორადი ბალონის რკინის ბალონის ყიდვის შემთხვევაში მაინც რისკის ფაქტორის ქვეშ დგება მოხმარებელი რომ ის რამდენჯერ არის დატენილი, ან როდის არის პირველად დატენილი, ხო? რა თქმა უნდა, სამწუხაროდ აი ჩემთან მაგალითად ბევრი რეკავს ხოლმე, ან მოაქვს ხოლმე ეგრეთ წოდებული, ბოდიში ხა რუსულ ტერმინს იწვევენ, კისლაროდის საბჭოთა დროინდელი ბალონი. იცი რა მაგარია? ხალხმა მოდით ესეთი რაღაცა ვთქვათ, საბჭოთა კავშირი, რომელსაც ასე ძალიან ზოგიერთი ადიდებს და რა ვიცი დღემდე ებუჭინება, 30 წელზე მეტი წლის წინ დაიშალა. ხო? მანამდე რა პირობებში იყო ის მუშაობაში კაცშულმა არ იცის. სიამდვილეში ამას თუ 15 წელი აქვს ცხოვრების პერიოდი და განკუთვნილი ეს არა იმის, რამდენჯერ დაიცალა, დაიტენა, რამდენი ხანი იდო დაუტენელი. პერიოდი აქვს უბრალოდ. პროსტა 15 წელი პერიოდი აქვს, გავუვიდა მოკვდა ეს ბალონი. რკინის ბალონზე როგორც თქვი, უკვე სხვანაირი პერიოდია. როდესაც პირველად დატენე, მაქედან იწყება ათვლა, მაგრამ მიახლოებით იქაც თავის მუშაობის პერიოდი აქვს. 25 წლის მერე რკინის ბალონზე ითვლება, რომ იმასაც ვადა გაუვიდა და უკვე მოსაცილებელია. როგორც უკვე ვახსენე, საბჭოთა კავშირი 30 წლის წინ დაიშალა. რომელ საბჭოთა კისლაროდის ლურჯ ბალონზეა საუბარი უკვე. მაშინ რა მუშაობდა და რამდენი ხნის წინ დაიწყო მუშაობა კაცმარიცი და მიდმედეს კი უკვე გავიდა. მაგრამ ერთი რა არის, ანუ შეიძლება რომ რკინის ბალონს არ ქონდეს დარტყმული გამოშვების წელი მაგალითად. როგორც წესი არა, მაგრამ ჩვენი ხელმარჯვე ოსტატების გადამკიდე შეიძლება უბრალოდ ეგრეთ წოდებული ბათლილი იყოს და არ ჩანდეს საერთოდ რა. კომპოზიტური ბალონის ყიდვა, ანუ ინფორმირებული ხდება მოხმარებელი, რომ აუცილებლად აქვს რა და ან არა აქვს რა და რკინის ბალონის შემთხვევაში მაგის დადგენა არის შეუძლებელი ზოგ შემთხვევაში რა. კი, იმიტომ რომ კომპოზიტურ ბალონზე როგორც წესი აი კარგად არის ეს ინფორმაცია დატანილი და ლაქის ქვეშ არის. ლაქის ქვეშ არის მოაცილებს. ვერ შეცვლია. და თან ვიზუალათაც კარგად ადამიანად ჩანს. რკინის ბალონზე რადგანაც ეხა ბალონზე ფიზიკურად საღებავით ვერ დაიტან, მაინც აიშლება, ხო? უდიერთად ზოგიერთი აგდებს იქით აგეთ ბალონს. ამიტომაც როგორც წესი ხდება ხოლმე შტამპით ამოტვიფრა. აი ამოტვიფრას თავისებური ტერმინები გააჩნია და ამ ტერმინებში ბევრი ვერ ერკვევა ხოლმე. ამიტომაც როდესაც ხედავენ რაღაცა გაურგებარ ციფრებს, ყველაზე სასურველი ციფრი რაც არის ხოლმე, აი იმას უყურებენ და იმაზე აკეთებენ, ხო, გამოვხილების დანარჩენი საერთოდ არ აინტერესებს და ამასობაში რას ნიშნავს ის ციფრი და რასთან არის მიმართული, მაგაზე არ ხდება კონცენტრება. ჯამში არსებობს სამი ტიპის ბალონი სამხმარებლო ბაზრისთვის. ნუ მეოთხეც არსებობს, მაგრამ მეოთხეს პრაქტიკულად არ ვიყენებთ რა, არ ხვდებით ხოლმე, ვერ ხვდებით უბრალოდ. ესე იგი, პირველი როგორც უკვე ვახსენე, ეს არის რკინის ბალონი, ძიმე, მასიური. მეორე ეს არის ცოტა შემსუბუქებული ვარიანტი, ეს არის როგორც წესი ალუმინის ბალონი და მესამე ეს არის კომპოზიტის ბალონი. მეოთხე ბალონად ძალიან ხშირად მხდება ხოლმე ტერმინი, რომ ტიტანის ბალონი შემოხდა. არც გამიგია. ახლა ამას ხმაც თუ ხვდებით როგორი ზანზარა აქვს, ზოგიერთი ამას შეცდომით ტიტანად აღიქვას ხოლმე. მის უმეტეს აი ესეთი თეთრი და შავი შეფერადება აქვს ხოლმე, ხო, რატომღაც გონიათ, რომ ეს აუცილებლად ტიტანისგან არის ხოლმე დამზადებული. ტიტანი სინამდვილეში საბჭოთა კავშირში შეიძლება იაფი კი იყიდა, მაგრამ სოფლიო პრაქტიკაში საკმაოდ ძვირი ლითონი არის. არავინ არ მოგცემთ აი ამ ხელა მოცულობას. იმისთან ადეკვატურ ფასში რო შესაბამისად ღირდეს 9 ლიტრი ან 6 ლიტრი, გინდათ 12 ლიტრი რაღაცა ვარიანტი ჩაიდეს.
არა მასშტაბირებადი ფასი ექნება უბრალოდ ახლა ამ წონის იმიტომაც არ არის მასიურად გავრცელებული რა თქმა უნდა ამიტომაც როგორც წესი გამოიყენება ან აეროკოსმონავტიკაში ან რაღაც სპეციფიურ სფეროში იყო ხოლმე რაღაც პნევმატურში ტიტანის რეზერვუარი ან ტრუბა რეზერვუარი კი ტრუბა მილი რეზერვუარი პატარა მოცულობის რა 300 მაგრამ ესეც საკმაოდ ძვირი იყო მაგალითად იგი ჩინეთის ბაზარზეც რო გახვიდე და იქაც რო ნახო ხოლმე სადღაც ერთ 9 მეტრიანი ნაჭერი შეიძლება $200-მდე ღირდეს როგორც არაფერი და ეს არის ცარიელი მილი რომელსაც არც რეზერვები აქვს არც არაფერი არაა გაკეთებული საკმაოდ ძვირილი თონი არის ამიტომაც ახლა წარმოიდგინეთ ეს ახლა მაქროვე და ამზადო მარტო მასალა იქნება შესაბამისად კატასტროფული ფასის და დანარჩენი ახლა ფორმა და დამზადება და ყველაზე იდეალური ჩემი აზრით არის კომპოზიტური ბალონი რა თქმა უნდა ჩვენთვის ახლა ყველაზე მოსახერხებელია კომპოზიტური თუმცა თუ ახალ რკინის ბალონსაც ნახავთ ესეც არ არის ცუდი გასათვალისწინებენ მხოლოდ ერთი მომენტი ბალონებს აქვს რამდენიმე ტიპის წნევა ძირითადად არის ხოლმე მაგალითად ძალიან ბევრი ხდება ხოლმე იგივე საბჭოთა დროინდელი ხო ან შეიძლება ახალიც იყოს სახანძრო ან ჟანგბადის ან CO2 ბალონი როგორც წესი ამათ სამუშაო წნევა ეს არის 150 ატმოსფერო ჩვენ პნევმატიკაში როგორც წესი გვჭირდება ხოლმე 200 ან 250 ატმოსფერო წნევა 200-დან ზევით შესაბამისად ავტომატურად უკვე გამოდის რომ 150 ატმოსფერო ბალონში ხარ რაში გვჭირდება ვერაფერს ვერ გამოიყენებთ ამიტომაც შესაბამისად ჩვენ გვჭირდება უფრო მაღალი წნევის მქონე ბალონი დაბალი წნევის მქონე ბალონში მაღალი წნევის შეტანვა კატასტროფაა. ამას ცოტა ხანში გიხსენებთ რატომ. მეორე ტიპის ბალონები ეს არის ხოლმე როგორც წესი, როდესაც სამუშაო წნევა აქვს ხოლმე სადღაც 200-232 ატმოსფერო, ეს ძირითადად გამოიყენება ხოლმე დაივერების, ანუ ყინთავები გამოიყენებენ ხოლმე ამას და როგორც წესი ესეთი ბალონები არის ხოლმე ან რკინა ან ალუმინი, იმიტომ რომ დაივერს ჭირდება წონა იმისათვის რომ ჩაიძიროს და ამიტომაც ახლა ეს შეზდარების მსუბუქია და ახლა ამის წონა არაფერს არ აძლევს, მაშინ ამ შემთხვევაში წელზე უნდა გაიგეთოს აურაცხელი რომ სიღრმეში ჩასვლა გაუჭირდება. რა თქმა უნდა. ამიტომაც ნუ ესეც ნაკლებად გვაინტერესებს რაღაც 30-32 ატმოსფერო გვექნება სამუშაო წნევა. და რჩება შემდეგი ვარიანტი, რომელიც აი აქ გვაქვს, ამიტომ ეს არის 300-450. სიამოვნებაში აქ 300 ატმოსფერო ის სამუშაო წნევა, 450 PT ნიშნავს test pressure test ამ შემთხვევაში PT. და რას ნიშნავს ესე იგი? დიდი ხნით შეგიძლიათ ამ ბალონში შეინახოთ მხოლოდ 300 ატმოსფერო და ყოველთვის არსებობს ერთი ფორმულა. 1/9 გამრავლებული ეს არის მისი სატესტო წნევა. ანუ 300 გამრავლებული 1/9-ზე იქნება 450, რომელიც აი აქ არის ამოტვიფრული. სამუშაო წნევაზე 1/9 მეტი არის სატესტო წნევა 450. ეს არ ნიშნავს რომ 450 ატმოსფეროზე ეს ბალონი შეგიძლიათ დატენოთ და დიდი ხნით დატენოთ. ამ ბალონს როგორც წესი აწერია ხოლმე კიდე სამუშაო პერიოდი, რამდენ ხანში ერთხელ უნდა გაიაროს ხოლმე ტესტირება. სამწუხაროდ ეხა უცებ აქ ვერ ვნახავ. დაახლოებით 3-5 წელი აწერია ხოლმე. 3 ან 5 წელი აწერია ხოლმე და შესაბამისად ეს ნიშნავს რომ აი 3 ან 5 წელიწადში ერთხელ 450 ატმოსფეროზე უნდა დატენოთ ეს ბალონი. მაგრამ წყლით და მაგაზე ყურადღება გასამახვილებელია. და უნდა გააჩეროთ ხოლმე მაქსიმუმ 5-10 წუთი. რა თქმა უნდა, ამას სახში თქვენ ვერ გააკეთებთ, ამისთვის სპეციალური სატესტო სადგურები სადაც არის, იქ უნდა მიიტანოთ ბალონი, ჩაასხავენ ამაში წყალს და იმ წყალს დაჭირხნიან 450 ატმოსფერომდე და დიდ ამხელა მანომეტრზე ისარს უყურებენ, სადაც გაჩერდება ის არის 450-ზე, იქ უნდა იყოს გაჩერებული და არ უნდა მოძრაობდეს. მაგ წყლით შევსებულ ბალონებს, როგორც ვინახია, დებენ პლუს იმაში ჭაში ესე. დამცავ ახურავენ ზემოდან სახურავს, რომ თუ გახეთ გვარი, რომ იქ უსაფრთხო ადგილზე დაიღوارოს ის წყალს მაგალითად არ გააჩნია გაფართოების ეკვივალენტი და ზუსტად იმიტომ იტენება ხოლმე წყლით და არა ხა ერთი, იმიტომ რომ გასკდომის შემთხვევაში ერთი გასკდა და გადმოისხმება. წყალი კი მაგრამ ლითონის ლითონს გააჩნია შესაბამისი კინეტიკური ენერგია მიეცემა, რომლის გამოც ხა დაფრინავს ხოლმე და ეს თავიდან დაცული იყოს, ამიტომაც ხოლმე არის დაცულ მდგომარეობაში შენახული. შესაბამისად თუ ბალონი გვაქვს 300 ატმოსფეროვიანი და აწერია ასევე ციფრი 450 არ ნიშნავს ის რომ 450-ზე ან თუნდაც 350-ზე შეგვიძლია დავტენოთ ეს ბალონი. ეს ბალონი მხოლოდ 300-ზე შეგვიძლია დავტენოთ და მხოლოდ აი 5 წელიწადში ერთხელ 5-10 წუთით შეგვიძლია დავტენოთ სატესტოდ. თუ გაუძლო იმ წნევას, თუ მაგალითად ის არის ძირ ჩამოვიდა, ეს იმას ნიშნავს რომ ბალონი ფართოვდება და ვერ ინარჩუნებს წნევას, ესე იგი ამას პლასტიკური დეფორმაცია დაეწყო. სტრუქტურა დარღვეულია და გაფუჭებული, ამის თუნდაც 300-ზე დატენოთ აღარ შეიძლება შემდგომში. ამისთვის კეთდება ეს ტესტი და რა იმისთვის აწერია ეს ციფრი, თქვენ ზედმეტად გადატენოთ ბალონი. სხვათა შორის აქვე ვახსენებ ეს რაღაცას. მანქანა. რა მანქანა? მანქანის ფლობელები ძალიან ხშირად ვაყენებთ ხოლმე გაზის ბალონს, ან გაზის ბალონს მანქანაში. ბუნებრივი აირის შემთხვევაში. ზუსტად იგივე პრინციპი მუშაობს. რა თქმა უნდა, ბალონი იქ უფრო მასიურია, დიდია და ზუსტად ამის გამო არის ხოლმე როგორც წესი სამუშაო წნევა 200 ატმოსფერო, იმიტომ რომ დიდი მოცულობა, როდესაც პერიმეტრი დიდია და ამაზე დაწოლა უკვე პერიმეტრზე დიდი მოდის და უკვე ფიზიკურად ვეღარ ხდება
300 ატმოსფეროს დაბერო. წინააღმდეგ შემთხვევაში იმდენად უნდა გაასქელო კედელი და იმდენი უნდა დაასხვიოს. კოლოსალური წონაში. ფასიც არადეკვატური გამოდის და წონაც არადეკვატური გამოდის. ამიტომაც როგორც წესი მიჩნეულია 200 ატმოსფეროს სამუშაო წნევა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მე მგონი ხვდებით ხო გამრავლებული 1.5-ზე ბალონზე ასევე აწერია 300 ატმოსფერო. ბევრი ამას მიჩნევს ხოლმე შეცდომად, რომ შესაბამისად 300-მდე შეიძლება ბალონი დატანოთ. ნუ რას უკაცრავად, მხოლოდ 200 ატმოსფეროვანი ბალონი გაქვთ და ძალიან ხშირად შევხვდრივარ ხოლმე მაგალითად ტაქსის ძღოლებისგან, რომ აი ამ სადგურზე კარგად ტენიან 250 მეც გამიგია. კი შეგიძლიათ, მაგრამ დღეს ხვალ როდის გაუძლებს და ეს სატესტო მდგომარეობა როდის გადაიფარება, კაცმა არის. იყო შემთხვევები ახლა ამ ბოლო წლებში არა, მაგრამ რამოდენიმე შემთხვევა ფიქსირდება, რომ გაუსკდათ ბალონი საქართველოში მოხდა ესეთი შემთხვევები, რომ დატევის დროს მოხდა. ხო და ნუ დააბრალეს არასწორ მონტაჟს. როგორც წესი, ამას ტელეწამყვანები ამბობენ ხოლმე საქმეში ჩაუხედავი ტერმინოლოგიით. აფეთქება გაზგასამართ სადგურზე ნივის მარკის ავტომობილი აფეთქდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, როგორც ობიექტის ხელმძღვანელობა და მომუშავე პერსონალი აცხადებს, მათი მხრიდან უსაფრთხოების წესები დაცული იყო და მანქანის მძღოლი სხვა მგზავრებთან ერთად მანქანაში არ იმყოფებოდა. სინამდვილეში რა ხდება ამ დროს? სინამდვილეში ხა რა ხდება? ნახე, ფიზიკურად მონტაჟის დროს არასწორი მონტაჟს რო დავაბრალოთ, ხო? რა შეიძლება გასკდეს არასწორი მონტაჟის დროს? შლანგი მაგალითად. მილი რა? მილი. წვრილი მილი. რომთაც ეს ეკნება მაქსიმუმ აი ხლაფუშკის აფეთქების. კი, იმიტომ რომ როგორც წესი აქ ბალონზე აყენია ხოლმე რედუქტორი, რომელიც დაბალწნევას უშევს, იმიტომ რომ ხა მანქანაში პირდაპირ 200 ატმოსფერო ხო არ უნდა შევიდეს, ხო? არა, რედუქტორი აყენია თვითონ მანქანაში უშუალოდ, მაგრამ იმდენად წვრილი მილით მიდის რედუქტორამდე, რომ იმ მილის გახეთქის შემთხვევაში შეიძლება ხმაც არ ქონდეს და დაიფშიკინოს რა. ქონდეს ხმა, შეიძლება ჩიკინის ხმა იყოს, სუნი დადგეს, შეიძლება ალი გაჩნდეს, თქვა რაღაცა აფეთქალი იყოს, დაიწოს რაღაც, მაგრამ აფეთქება როგორც ასეთი არ მოხდება. გამორიცხულია რა. გამორიცხულია. თუ აფეთქება ხდება, ზუსტად ხდება იმის გამო, რომ დაცული არ იყო აი ამ ავზის შენახვის ან დატენვის პირობები. ან ზედმეტად იყო დამუხტული, ანუ ვადაგასული, გადაცილებული და ჯართებს ხშირად ყიდულობენ ხოლმე და აი საქართველოში გვაქვს ძალიან ცუდი ესეთი თვისება თუ ჩვენ არ ვიცი, ვადაგასულ ბალონებს აბარებენ ჯართებში. შემდეგ მიდის გაჭრუებული ასე რომ ვთქვათ, რომ ეს წარა აქ შემოსავალ იყიდოს ახალი ბალონი და ჯართებიდან არჩევს ვიზუალურად ნორმალურ ბალონს, მიაქვს და აყენებს მანქანაში და ამ შემთხვევაში იმან არ იცის, მაგან კი არა, ვინც ჩააბარა და ვინც ჩაიბარა, იმანაც არ იცის, გასული აქვს თუ არა მოხმარების ვადა ამ ბალონს. ასე რომ ერთ-ერთი პირობა არის აფეთქების ბალონის პირდაპირ ვთქვათ, როდესაც არ იცის ადამიანმა რა ბალონს აყენებს მანქანაში რა. მოკლედ ასია თუ ისია, მივედით და განვიხილეთ, რომ ვიცით უკვე სამუშაო პერიოდი ბალონების, ხო? კომპოზიტის შემთხვევაში ეს არის 15 წელიწადი, ჩემს ბალონს უკვე გაუვიდა ვადა და მკვდარი არის. მაგალითად, საზღვარგარეთ ესეთი ბალონი რომ მიიტანოს სამდე დასატენად, ამ ბალონს ჩამოგართმევენ, აღარ დაგიბრუნებენ ან ერთ შემთხვევაში და ერთ დიდ ხვრელს დაადებენ ხოლმე ბურხით. მეორე ვარიანტი გავიგეთ, სამუშაო წნევები. რომ მაგალითად პნევმატიკაში გვაქვს 300 ატმოსფერო სამუშაო და სატესტო გვაქვს 450 ატმოსფერო და ამ 450 ატმოსფერო წნევას ვიყენებთ 5 წელიწადში ერთხელ 5-10 წუთით, მეტი არა. თუ გაუძლო, შემდეგი 5 წელი შეგვიძლია თამამად გამოიყენოთ, მაგრამ 15 წელი როგორც კი შეუსრულდება 5 წელიწადის ბიჯებით, ბალონს ისევ ვადა გაუვიდა. ამას ვიზუალურადაც ხო შეიძლება რომ დავაკვირდეთ, სიტყვაზე არ უნდა იყოს ამოჩიჩქნილი და გაფუჭებული, ნარწამი არ უნდა იყოს ამოჩიჩქნილი. ან დაშაშრული. აი ხა მანქანის კომპოზიტურ ბალონებში არის ხოლმე ესეთი მხაჭები, როგორც იცი, აი რა ქვია, წრიული მხაჭები აქვს ხოლმე, აი როგორც ამას დაყვება რა. მაგრამ ეგ არ მიიჩნევა სახიფათოდ. სახიფათოდ მიიჩნევა, როდესაც აქვს სიგრძის გარედან სტრუქტურულად ეს ხო რა, სიგრძეზე გაწევლილი. სიგრძის მხაჭები როცა აქვს, მასთი არ შემხოდრია სიმართლე. ხა გარკვეულწილად ну ეს რა თქმა უნდა არ არის უსაფრთხო, მაგრამ მაინც ითვლება რომ შედარებით, ასე ვთქვათ, უსაფრთხო არის კომპოზიტური ბალონი, იმიტომ რომ გატყობინებს დროზე ადრე, რომ უკვე ცუდათაა საქმე. იმიტომ რომ როდესაც ვთქვათ, ვადა გაზდის და წნევის ქვეშა ან ზედმეტად დატენეთ სიტყვაზე, ამ შემთხვევაში ეს კარბონის ძაფები ვეღარ უძლებს გაფართოებას და იწყება მისი დასკდომა. დაჭიმულ მდგომარეობაში ამას როგორც ხმაკ, ესეთი წკინ პატარა პიანინოს წვეთის ხმები ისმის, ეს პირდაპირ მაჩვენებელია, რომ სადაც ხარ გააჩერე მანქანაში თუ გიდეს ამოიღე სადღაც შორს გადააგდე სანამდროა, თანამ ბაბახს დაიძახებს რა. ერთადერთი ეგ არის რა. ნუ რა თქმა უნდა, ხა ჩვენ სამწუხაროდ ყველა პარამეტრს ამ ერთ პატარა რაღაც ჩართვაში ვერ გადავიღებთ და ვერ ავხსნით. ძირითადი რაც საჭირო არის, მე მგონი ბალონებზე თქვით, მანქანებთან დაკავშირებითაც თქვით. და ეხლა რადგანაც ამ ჩემ ბალონსაც გაუვიდა ვადა, მე უკვე ახალი შევიძინე.
სატესტოთ ეს ბალონი გვინდა ახლა შევწიროთ გავანადგუროთ. მაღალი წნევის ღმერთებს, მაგრამ დრელი თუ წამოიღე. კი. არა, დრელის სახში დამრჩა, მაგრამ მე წამოვიღე ძალიან მაგარი რაღაცა, რომლითაც მაგ ბალონს გავანადგურებთ. თუ ეგრეა საქმე, მაშინ შეუდგეთ საქმეს. 308 და მისი ჯარი. კი ბატონო, რა თქმა უნდა 308. მოკლედ, ჩვენ შევეცდებით ახლა ეს maximal shores, სადღაც 500-600 მეტრზე დავდოთ სასროლითი, რაცაც მოგცემს საშუალებას. და ჩავახუტოთ შესაბამისი ტყვია. 175 გრეინიანი, ვიღაც ალბათ კარგად გამოგულანცხავს, რაზე ხარჯავთ ბიჭო 75 გრეინიან ტყვიებს, მაგრამ სველო არა 500 მეტრზე შეიძლება ზუსტი სროლა გვინდა, იმიტომ ხარჯავთ ამისთანა კაი ტყვიებს. ანუ ჩვენ ვაკეთებთ საინტერესო სანახაობას პლუს ვანადგურებთ ვადაგასულ ბალონს. რომელიც არასოდეს არავინ აღარ გამოიყენებს. ამით დაცული ვიქნებით, ნამდვილად არც ელიავაზე აღმოჩნდება. არც არავინ ხელი არ წაუწდება. ბოლო-ბოლო დაზიანებულს მიხვალ და ჩააბარებ ჯარჩი, მართლა ნაგავში ხوار გადააგდებ და ისე დაზიანდება რომ ამას ვერავარ აღადგენს რა თქმა უნდა. კაი ბატონო, ნელ-ნელა ხა მოვემზადებით და იმედი რაღაც კაი სანახაობას ნახავთ. მართალი გითხრათ წინასწარ არ ვიცი ხა რა გველის, ხა ამაში 100 ატმოსფერო გვაქვს ხა ჩატონებული, 300 არა გვაქვს ჩატონებული. და გვინდა რაღაც ეფექტური რაღაც ბაბახი იყოს. თუმცა შეიძლება უბრალოდ მარტო ხრელი დაედოს და ჰაერი გამოვიდეს, შეიძლება შუაზე გადაიხსნას. Ну, ყველაზე ცუდ შემთხვევაში შეიძლება ილონ მასკს გაუწიოთ კონკურენცია და მთვარემდე ავიდეს. ნახოთ. თავარი ჩვენთან არის. PCP ბალონი მთვარეზე. ვინ გაუშვა პირველად. კარგი. გადავერთოთ ახლა. პირი გაქვს მე. გონია რომ ეხა მოძრება, მოხსნისას არის კიდე. აი ეხა მოძრება და სასრულად ატრიალებ თავი. შედეგებია. დავიდე კამერებით ავკრიფოთ. ესე იგი, ხა ახლოდან მოვიდეთ და ნახოთ რა მოხდა რეალობაში. ბატონ მაკაგიმ იდეალურად ისროლა 500 მეტრზე. დახატულ ღურის დინგში ზუსტად გაარტყა. ბალონი არ გასკდა. რაც ძალიან კაია, ჩვეულებრივად გამოუშვა ჰაერი და დაიცალა, თუმცა სტრუქტურული დარღვევა აქ აშკარად ჩანს, აი, გამსკდარებია, ესენი გაფართოებულია, თეთრი ლაქები წამოიღო? კი. მე მგონი, კაი გასართობი კონტენტიც გამოვიდა, თუმცა აქვე გავფრთხილებთ ხალხნო. ეს არ გაიმეოროთ. დღე იყო 7 იანვარი. შობა. და მოკლედ, კარგად გავერთეთ. მაშინ ასე ჩვენ გავახორციელეთ კარბონის ბალონზე 308 კალიბრის სროლა. ეს ბალონი იყო ვადაგასული და ტესტის გულიზე რა დაზიანებას მიიღებდა ცეცხლსასროლი იარაღით და ნასროლი ტყვით. უბრალოდ ჩავწერეთ ვიდეოები და ეხლა დაზიანებულ ბალონს მოგვიტანს გიორგი და გადვიხილავთ. აი, კაგრას მოვედი. კაი შორს კი იყო ბალონი. 491 მეტრი იყო რა, ანუ პრაქტიკულად 500 მეტრი იყო რა. დიახ. კარგი, ესე იგი, მოდი ახლა ასეთი რაღაცა ვნახოთ. რა ვქენით, რას გავარტყით, რას არ გავარტყით, რა გამოგვივიდა.
კარგი, ესე იგი, მოხვდა აქ, ველოდებოდით აფეთქება არ მოხვდა. შემდეგ ახალ კადრებიდან გაჩვენებთ ეგ კარბონის ზაფები ცოტა გაიხსნა თითქოსე. თუ გესმით ხმა ეხა შიგნით არის ტყვია. ამასაც ამოვიღებთ, ნახავთ. შემოუტრიალოთ ეხა უკანა მოხდა. უკანა აი კაი გემრიელი ესეთი ბახვანი გაადინა, ანუ გამჭოლი გახვრეტა ვერ გააკეთე, ეხა ეს რა თქმა უნდა სამხედრო ტყვია რო ყოფილიყო ალბათ armor piercing-ი შეიძლება გაევლო კიდევათაც უკან, მაგრამ რადგან ჩვეულებრივი სამოქალაქო ტყვია იყო 175 გრეინიანი GGG-ს, შესაბამისად აქედან შევიდა, აქეთ ძალა აღარ იყო გამოსულიყო. აქვე დავძენო რამდენიმე დაზიანება, გარდა იმისა, რომ უბრალოდ აქ ერთი ხვრელია და აქ გამობურცვარი, ბალონს მაინც მიაყენა. აქაც არის ამოტეხილი, მაგალითად, აქაც არის ამოტეხილი, აი ამ ადგილებში ბზარები აქვს, ასევე ამოტეხილი, ოღონდ ეს ზედაპირული ფენებია დაზიანებული. გარდა მაგისა, ამ ადგილზე ხა კადრში არ ვიცი, რამდენად შევძლებთ მაგის გადმოცემას. აი აქ მაგალითად წებოდან საერთოდ აცილებულია მთლიანად ეს ფისის ნაწილი და ძაფები დაშორებულია. აქ ესეთი მრგვალი რაღაცა მოკლედ კაი გემრიელი ზიანი მიაყენა, ასე ვთქვათ, ჩვენმა გასროლამ ამ ბალონს. ნუ ჰაერი გამოვიდა ოხრად, შუკუნის ხმაც იყო, მაგრამ როგორც ასეთი აფეთქება სამწუხაროდ საბედნიეროდ არ მოხდა, მე მგონი უფრო საბედნიეროდ. კარგი, ეხლა ვნახოთ შიგნით რა დღეში არის ტყვია. კი ბატონო. ვნახოთ ესეც. ხო, იყო ესეთი შეხედულება, უბრალოდ აზრი იყო ამ კარბონის ბალონებზე. ყველაფერი შეხორცებული ეთყობა შიგნით, მარტო არა, აი ბატონო, ყველაფერი აგერ არის. გადმოვიდა. კარბონის ბალონზე იძახდნენ, რომ შეიძლება რომ გასკდესო, როგორც ბომბიო რა. ანუ ზოგს ქონდა სამუშაო წნევაზე დატენვის შიშიც რა, ანუ 300 ბარი ხომ არის სამუშაო წნევა ამისი და ზოგს აქვს შიშები, რომ აი არ გასკდეს და არ აფეთქდეს და რაღაც ისეთი წარმოდგენები ქონდა. თუმცა ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხვედრის შემთხვევაშიც კი არ ფეთქდება, ასე რომ ვთქვათ რა, ანუ თვალსაჩინო მაგალითი გვაქვს რა აქ ჩვენ. ისე პრაქტიკულად ამდაგვარი ექსპერიმენტები თავის დროზე ჩაატარეს მითბასტერებმა. ფილმი რო არის ჯავს კბილები, სადაც ეს ზვიგენი რო დაძდეს მაგალითად ხალხს და ჭამს ერთი ამბავი. იქაც არის ერთ-ერთი სცენა, სადაც ბოლოსში ვთქვათ, მყვითავის ბალონს ესურის ვთქვათ ზვიგენი ამას ყბაში დაჭერილი მიათრევს და მერე შაშხანიდან ესურის და ბალონის ყდება, ზვიგენის ნაპლეტები ყველგან არის. სამწუხაროდ არც იმათ აუფეთქდათ ბალონი, გულისხმობ მითბასტერებს, არც ჩვენთან არ აფეთქდა ბალონი. ასე რომ პრაქტიკულად მითი არის იმისა, რომ ბალონი ასე ვთქვათ, გაინგრევა, გასკდება. ამჯერად მე მგონი მოვჭით. რას ფიქრობ, შემდეგში ამით თუ ესეთი გვექნება კიდევ ვქნათ? აუცილებლად უნდა ვქნათ, იმიტომ რომ პირველ რიგში უნდა დავაზიანოთ, რომ არ მოხდეს შემთხვევა მეორად ბაზარზე, ხო და სხვა გამოიყენოს მეორადად, ასე რომ ვთქვათ, უკვე მართლა საშიში იქნება ვალდაგასული. თუმცა არ ვიცი აფეთქდება თუ რა იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ ნაპრალი გაუჩნდა და ჰაერისგან დაიწყო დაცლა, ახლო მდგომი ადამიანს არ იქნება ეს კარგი რა. თქმა უნდა საშიშია ყველანაირად. კარგი, ეს ერთი იმედია რაღაც საინტერესო ვარიანტი გამოგვივიდა. შემდეგში ნახოთ თუ რამე კაი კიდე გვაქვს. ნახოთ. კაი, შემდეგ შეხვედრამდე.